აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა. სხდომაზე მთავრობამ მოიწონა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი. ასევე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 6 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ და განსახილულად გადაეგზავნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. სხდომაზე ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი 25 ივლისიდან პროექტს საზღვრებს მიღმა მასპინძლობს. პროექტის ფარგლებში დევნილი და ემიგრაციაში მყოფი 60-მდე მოზარდი აქტიურად ჩაერთვება ისეთი ტიპის ღონისძიებებში, რომლებიც ფოკუსირებულია მათ პიროვნულ განვითარებაზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თეატრალური, საგანმანათლებლო და რეკრეაციული აქტივობები. საზღვრებს მიღმა პროექტმა სტარტი 25 ივლისს აიღო და 30 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება. ღონისძიებები ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის და ამსტერდამის ჯვართამაღლების ტაძრის დაარსების 10 წლის იუბილეს ეძღვნება. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მომსახურების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის ინიციატივით მიმდინარეობს. მინდა მადლობა მოუხადო საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზატორებს, ქალბატონ თიკას, მამა ადამს აღნიშნული პროექტის ორგანიზებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი დიასპორის ახალგაზრდების ჩამოსვლა ამ პროექტში მონაწილეობა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიიდან ახალგაზრდების ჩართულობა და ჩვენ ყველა მხრივ შევუწყობთ ხელს ამ ტიპის ინიციატივებს და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა დიასპორა და დევნილი ემიგრანტების მხარდაჭერა, რომლის ფარგლებში ჩვენ არაერთ ღონისძიებას ვახორციელებთ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ 5 დღის განმავლობაში მიღებული ცოდნა და უნარები ძალიან დადებით გავლენას იქონიებს მათ პერსპექტივებზე მომავალში. ჩვენი პროექტი საზღვრებს მიღმა არის ის პროექტი, რომელიც აერთიანებს ემიგრაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოზარდებს, ასევე ჩვენი ცხინვალის რეგიონიდან და ასევე ისტორიული ჰერეთიდან. მასშტაბური პროექტია, სადაც არიან ჩართულები 30 ქვეყანამდე ემიგრანტები, რომლებიც ჩამოვიდნენ. გარდა იმისა, რომ ბავშვები უმეგობრდებიან ერთმანეთს, ისინი არ წყდებიან ფესვებს, არ წყდებიან ჩვენს ქართულ ლიტერატურას და იმ სამშობლოს ღირსშესანიშნაობებს, იმ კულტურას, რომელიც გვაერთიანებს. როგორც ემიგრანტი, საზღვარგარეთ ვცხოვრობ, მე ამსტერდამში, სინგაპურში დაბადებული და ამსტერდამში გაზიერი ჩემთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება. ჰელადოსის სპექტაკლია და მე ვარ როლი მაქვს ნოდა დუმბაძის ბაბუ საქართველოს პოპულარიზაცია ხდება და ესე ახლოს ვართ ჩვენს კულტურასთან და ჩვენს სამშობლოსთან ერთად. ხალხმრავალი აქციებისა და ხმაურიანი პროტესტის შედეგად ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტიდან აპარტამენტების შესახებ ეგრეთ წოდებული კანონპროექტი გაიწვიეს. ეგრეთ წოდებული კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ლაშა აშუბამ მოაწერა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება აფხაზეთში დაძაბულობის განმუხტვას და სტაბილურობის შენარჩუნებას ისახავდა მისნად. დე-ფაქტო პარლამენტის პრესამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება სახალხო აზრის, პირველ რიგში უხუცესთა, საბჭოსა და ეგრეთ წოდებული აფხაზი ხალხის პატრიოტული ომის გმირების, სამეცნიერო წრეების, ინტელიგენციისა და სხვა დაინტერესებული მოქალაქეების პოზიციების გათვალისწინებით მიიღეს. ამ თემაზე აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ინტერვიუ მისცა რუსეთის ფედერალურ არხ რასია 24-ს. საუბრისას მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის გარეთ იმყოფება და რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ნამოქმედარია. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრთან საუბრისას ეგრეთ წოდებული აპარტოტელების თემას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აფასებს და ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული კანონის გაწვევის ფაქტს ოპოზიცია აუცილებლად სათავისად გამოიყენებს. ეგრეთ წოდებულმა კანონპროექტმა ამ აპარტამენტების შესახებ გამოიწვია მასობრივი უკმაყოფილება და სწორედ მისი გაწვევა ამ ფაქტორმა გამოიწვია. მაგრამ რასაკვირველია, ოპოზიცია ამას გამოიყენებს მერე მომავალი არჩევნებისთვის. დღეს იქ დაგეგმილი არის შეხვედრა, სადაც სურთ, რომ საერთოდ მორატორიუმი გამოცხადდეს ამ ეგრეთ წოდებული კანონპროექტის განხილვაზე, რომ ის არასოდეს არ დაბრუნდეს დე-ფაქტო პარლამენტში და არ გახდეს განხილვის საგანი.
აპარტოტელების შესახებ ეგრეთ წოდებული კანონის გაწვევას ქართველი ექსპერტებიც გამოიხმაურნენ. თბილისში მიიჩნევენ, რომ თემის საბოლოო ჩახსნა დღის წესრიგიდან სავარაუდოდ მოახლოებულ დე-ფაქტო არჩევნებს უკავშირდება. მივიღეთ საინტერესო განვითარება მოვლენების, გამოვლინდა კიდევ ერთხელ, რომ ჟანი თვითონ ალბათ არის საკმაოდ სუსტი ლიდერი. ამის შემდეგ უკვე გაურკვეველია მას ეკრიბა თუ არა მხარდაჭერა მოსკოვიდან, ასევე ალბათ ის დაკარგავს მხარდაჭერას თავისი კლანის წევრების მხრიდანაც, რადგანაც ისინი ალბათ ელოდებოდნენ რაღაცა ფინანსურ მოგებას ამ პროექტის განხორციელებით. ეხლა დაიჭირა მომენტი, შეიძლება ითქვას, აფხაზურმა ოპოზიციამ, საზოგადოების დიდ ნაწილმა, ვინც ეწინააღმდეგებოდა კანონ პროექტის მიღებას და ცდილობენ, რომ ასე ვთქვათ, ბოლომდე გაიტანონ თავისი, რომ მიაღებინონ პარლამენტს გააწყვეტილება, რომ არასოდეს არ მიუბრუნდება ამ საკითხს და ნახოთ რა იქნება, რამდენად როგორ აისახებებს მოსკოვის და სოხუმის ურთიერთობებს. ადგილობრივების შევასებით ეს არის დროებითი გადაწყვეტილება. ყველა ელოდება, ასე ვთქვათ, არჩევნებს, რომელიც გაემართება მომდევნო წელს. ასევე თაროზე შემოდებული ეგრეთ წოდებული უცხო აგენტების კანონი, ასევე რუსი გიდების კანონი და შეთანხმება რუსული ინვესტიციების შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი მოხდა იმისათვის, რომ განეიტრალებული იყო, ასე ვთქვათ, დაძაბულობა და შეიძლება ითქვას, რომ მოხდა საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება. ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ზოგიერთი ზომის შესახებ ეგრეთ წოდებული კანონ პროექტი ამ სამ რეგიონში 10,000 აპარტ-ოტელის აშენებას გულისხმობდა, რომელთა შეძენა აღნიშნული კანონ პროექტით მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს შეეძლოთ, რაც ადრე თუ გვიან რუსებს აფხაზეთში დემოგრაფიულ უპირატესობას მიანიჭებდა. დე-ფაქტო აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დაასრულა ეროვნული სამხატვრო გალერეის მხატვართა კავშირის შენობაში გაჩენილი ხანძრის დანაშაულის ოქმის საპროცესო შემოწმება. შემოწმების შედეგების საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება უარი თქვან სისხლის სამართლის საქმის აღძრვაზე, რადგან ჩათვალეს, რომ არ იკვეთება სხვისი ქონების განზრახ განადგურების ნიშნები. რუსი ექსპერტების დასკვნით ხანძარი შენობის სახურავსა და ჭერს შორის არსებულ სივრცეში გაჩნდა. სავარაუდო მიზეზად კი ელექტროგაყვანილობის მოკლე ჩართვა ან გადატვირთვა სახელდება. სოხუმის გალერეაში გაჩენილი ხანძრის თემას არაერთხელ გამოეხმაურნენ ქართველი მხატვრები. ისინი აღნიშნავენ, რომ დანაკარგი დიდია და ეს საყოველთაო გულის ტკივილს იწვევს. მათი თქმით, მზაობა მათი დახმარებისა და სამხატვრო ფონდის შევსებისა კვლავ ძალაში რჩება, თუმცა გამოხმაურებას აფხაზი კოლეგებისაგან ჯერ კიდევ ველოდებიან. არც გამიხარდებოდა, რომ დადგენილიყო, რომ ვინმე განზრახ წაუკიდა, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი და პრინციპში ჩემთვის პირადად არც ის ფაქტი არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ შედეგობრივად ფაქტი არის ცუდი, რაც მოხდა, დაიწვა და აღარ არსებობს სურათები და უბრალოდ მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ კარგი იქნებოდა წინასწარ ყველაფერი ყოფილიყო შესწავლილი და უსაფრთხოების ზომები დაცული და ამიტომ არ მოხდებოდა და ასეთი ძვირფასი ნამუშევრები ჰაერში თქვათ არ წავიდოდა. ჩვენი ქართველი მხატვრების მხრიდან არის განწყობა, რომ ჩვენ უკვე გაზადებულიც კი გვაქვს სურათები დაუშვათ თუ გვეტყვიან გამოაგზავნეთ, რომელი სურათები გავაგზავნოთ აფხაზეთის მხატვრებს და ჩვენ მეგობარ მხატვრებს, რომლებიც თბილისში მოღვაწეობენ და არა მხოლოდ თბილისში, ბათუმელი მხატვრები, გურიის, ქუთაისის, ყველასთან გვაქვს ურთიერთობა და გვისაუბრია ამ თემაზე და ძალიან კარგი იქნება პირველი ნაბიჯები ზუსტად აი მხატვრების ურთიერთობით დაიწყებოდეს აფხაზებსა და ქართველებს შორის.